დროს ხმას ცოტა სხვა მნიშვნელობით აღვიქვამთ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვოკალურ მონაცემებზე ვსაუბრობთ. დიახ, საქართველო ახალი ხმის ძიებაშია, თუმცა ცნობილი ტელეპროექტის ფარგლებში უკვე ნაცნობ სახეებსაც არაერთხელ ნახავთ. ამერიკული შოუ პირველად ეთერში 2011 წლის აპრილში გამოჩნდა და მას მერე მრავალ ქვეყანაში ანალოგებიც გაუჩნდა. არც საქართველოა გამონაკლისი, სულ რომ არაფერი დახურულ-მიხურული პროექტების ჩამნაცვლებელი რაიმე ხომ უნდა გაკეთებულიყო. ხოდა მომღერლებმაც არ დააყოვნეს და ბედის ცდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში სცადეს. პირველ გადაცემაში დათო ფორჩხიძის გუნდში ადგილი სალომე ქათამაძემ მოიპოვა. ეს უკანასკნელი ფართო საზოგადოებამ პროექტი Golden Talent-იდან გაიცნო. Golden Talent-ზე გამოვედი და დანარჩენს რაც შეეხება იქ არ ითვლებოდა თუ გამოდიოდი, იმიტომ რომ თავიდან როცა ჯეოსტარზე გამოვედი, ხალხი არ მიცნობდა. იმდენად ცნობილიც არ ვარ, რომ უფლება არ მქონოდა ამ ტელეშოუში პროექტში გამოსვლის და იმდენად ცნობილიც არ ვარ, რომ მაგალითად რაღაცაში შემიშალოს ამან ხელი. მინდოდა დათო ფორჩხიძე თავიდანვე, იმიტომ რომ ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი. როცა 4-ვე შემოbrunდა, ისე მეუხერხულა, რომ აი მერაბისთვის აი უარი რაღაცა. სალომეს გარდა მონაწილეებს შორის კიდევ რამოდენიმე ცნობილი სახე ფიგურირებს. მათ შორისაა თიკა ჯამბურიაც. რამდენადაა თიკა ახალი ხმა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სელებრიტების პროექტისადმი ინტერესით ამ უკანასკნელის პოპულარობაც მატულობს. თიკა ჩემი მეგობარია, პოპულარული, წარმატებული, ეხლა რაღაც არ ვიცი, ალბათ პირადი მიზეზების გამო არ ჩანდა, მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორია. ახალი ხმა ქვია მარტო საქართველოში, ყველგან ქვია Voice. გამოდიან ცნობილი ადამიანებიც იქ, თუნდაც USA-ში, აი ჯესი კემბელი, კიდე ვიცი, Take 5-ის ერთ-ერთი სოლისტი გამოდიან. პროექტის წესების შესახებ აღარ მოგიყვებით. თქვენი უმრავლესობისთვის პროექტის ამერიკული ვარიანტი The Voice ნაცნობი უნდა იყოს. 4 მსაჯი, ბრმა მოსმენა და წინსვლის შანსი. რაც შეეხება თავად სალომეს, მისი ამჟამინდელი მოღვაწეობა მხოლოდ პროექტით არ შემოიფარგლება. მომღერალი ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფში მღერის. შევქმნით ჯგუფი მე და ჩემო მეგობრებმა, ანუ მე ვარ მათი სოლისტი. ჩვენ ჯგუფს ქვია Four Colors of I. და ეხლა მუშაობთ, სერიოზულად მუშაობთ ამ ყველაფერზე, ალბომს ვაპირებთ მალე, ძალიან მალე, უკვე სიმღერები მზად არის და ჩაიწერება და ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს საზღვარგარეთ. ვერ გეტყვით, რამდენად სამართლიანია ის, რომ დამწყები მომღერლების გვერდით უკვე გამოცდილი შემსრულებლები იდგებიან. თუმცა სალომემ საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი მოგვიყვანა. პროექტს ახალი ხმა მხოლოდ საქართველოში ჰქვია. The Voice კი შანსს ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს აძლევს.